ესე იგი და დღევანდელი გადაცემა დავიწყოთ ღიმილით და კბილებზეც რუნი და ახლა ღიმილით და ცხოვრებაზე სახლზე რუნით, ხო? ტექნიკით გატანით, ვაგრძელებთ და ვასრულებთ, მინდა თანამად თქვა. წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს. გურამ შეროზია, სმაილის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი და სალომე წაქაძე, სმაილის ქსელის მმართველი არიან ჩვენთან სტუმრად და კიდე რაღაც ახალი იდეები მოგცემთ. მოგიგონიათ ეს საოცარი აქცია? მოგესალმებით, ჩვენ როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო აქციებით მოვდივართ ხოლმე თქვენთან, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად საინტერესო აქციას გთავაზობთ, რომლის ინოვატორებით საქართველოში ჩვენ ვართ და მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, თუმცა მსოფლიოში საკმაოდ წარმატებით ჩატარდა მსგავსი აქციები. ეს არის გაიტანე სმაილი. გაიტანე სმაილი, ეს არის აქცია, კი, რომლის მხოლოდ სათაურიც არ არის გრანდიოზული, მისი შინაარსი უფრო საინტერესოა და ნამდვილად ძალიან მასშტაბურია. იმისთვის, რომ ამ აქციაში მიიღოთ მონაწილეობა, პირველ რიგში მომხმარებელმა უნდა შექმნას თავისი გუნდი. გუნდის შესაქმნელად რა არის საჭირო? გუნდი. კი, ძალიან კარგი. ან პირველი გუნდი უკვე შეიქმნა, იმიტომ რომ აქედან ვაცხადებთ ეს თქვა ამ აქციას. სტარტს ვიღებთ პირდაპირ აქედან, კი. ანუ გუნდის შესაქმნელად არის მინიმუმ 3 ადამიანი საჭირო, რომელიც შეიკრებიან ერთ გუნდად. შეარჩევენ გუნდის სახელს, შეიძლება იყოს გუნდის ლიდერის სახელი და მოდიან სმალში რომ გააკეთონ შენაძენი. ეს შეიძლება იყოს მეზობელი, ნათესავი, მეგობარი, ოჯახის წევრი სამივე ვთქვა. ხო, სპეციალურად ჩავდეთ ესეთი პარამეტრი, რომ ძალიან მარტივი იყოს და თქვა არ იყოს რაღაც დროსთან და ასე შემდეგ დაკავშირებული. ანუ შეგიძლიათ იპოვოთ მეზობლებში, ნათესავებში, ოჯახის წევრებში, თანამშრომლებში, მე პირადად. ის ვისაც სურს რაღაცა იყიდოს, ხო, ამ ნიშნის შევარჩიოთ. ის ვისაც სურს რაღაც იყიდოს. ან აპირებდა თქვა რაღაც პერიოდის ანუ გუნდის წევრის მოვალეობა აუცილებლად არის, რომ შენაძენი გააკეთოს სმაილში. ოღონდ მინიმუმი შენაძენი არის 50 ლარი, 50 ლარიანი ტექნიკა უნდა შეიძინოს გუნდის თითოეულმა წევრმა. გუნდის წევრების რაოდენობაში არ გზღუდავთ, მაგრამ უნდა იყოს მინიმუმ 3 და არც იმაში ვიზღუდავთ 50 ლარი შენაძენი. მინიმუმ 50, იმიტომ რომ საერთო ჯამში ის გუნდები, რომლებსაც ექნება ყველაზე დიდი შენაძენი, ანუ ღირებულების თვალსაზრისით, გადადიან ყოველი კვირის ბოლოს ფინალის 5-ეულში. ანუ ყოველ კვირა ვარჩევთ 5 გუნდს. ანუ საკმაოდ დიდია შანსი კი არა, ძალიან დიდია, იმიტომ რომ ერთ კვირაში 7 დღეში ვარჩევთ მთელ 5 გუნდს, რომლებიც გადადიან ფინალში. ანუ კიდე იმაზე მინდოდა გამახვილებინა ყურადღება, რომ როცა ჩვენ ვიწყებდით ამ აქციას, მე თვითონ უკვე გეგმავდი წარმოსახვაში, როგორ შეიძლებოდა მე რო თამაში შემიძლებოდა გუნდის შემექმნა. დავპოსტავდი Facebook-ზე, ვეტყოდი ვინმე სხვა არ გინათ ეხლა ტექნიკის შეძენა, ან ორ თვეში რომ გადმოვწიოთ, იმიტომ რომ ესეთ შანსი შეიძლება არ იყოს თქვა 2-3 თვის შემდეგ. მე გასესხებ დღეს, ოღონდ დღეს იყიდე. თუნდაც არის აქ რამე, აქ არის თანხაზე, მაქსიმალურ თანხაზე. სირბილამდეც კი მივიდეთ, იმიტომ რომ ეს კულმინაცია და ყველაზე მაგარი მომენტი არის ეს სირბილის, იმიტომ რომ კაი, შევგროვდით, ვიყიდეთ თიკამუთო, მე მიქსერი. ჭირდება ზუსტად. ხო. და თქვენი ხუთეული დაუშვათ არის ის, რომელიც ტოპ 5-ში არის ერთ-ერთი ყველაზე თქვა დიდი შენაძენი. მაგრამ ფინალი ეს ამ აქციის ფინალი არ არის მხოლოდ ერთხელ. ყოველ კვირა დღეს გაიმართება. ყოველ კვირა დღეს 2 საათისთვის გამოვლინდებიან ტოპ 5 გუნდი, რომელსაც უფრო დიდი შესყიდვები ექნება. დაუკავშირდება სმაილი ამ გუნდებს და 8 საათისთვის გამოცხადდებიან ცენტრალის ფილიალში, თბილისის ცენტრალის ფილიალში. აი, მოვედით. სადაც გაიმართება ფინალი. ფინალი მდგომარეობს რაში? ყოველ კვირა დღეს არის ფინალი? ყოველ კვირა დღეს, ანუ უფრო მეტ ადამიანს ეძლევა ამით შანსი, რომ იყოს მონაწილე. ამ ფინალში, ფინალის დროს იმართება გარბენი. გარბენი მაღაზიაში, სადაც უნდა გაირბინოს გუნდიდან ერთმა წევრმა. თქვენ უნდა შეარჩინოთ თქვენ გუნდიდან ვინ უნდა გაირბინოს. ნივთით ხელში მივი? ახლა თქვენ უყურებთ ეს გერმანიაში როგორ გაიტანეს ტექნიკის მაღაზია და ეს მსგავსი იქნება ჩვენთანაც თქვენგან შეარჩევთ რაღაცას მიაპროციალებს. თქვენგან შეარჩევთ ისეთ გუნდის წევრს, რომელსაც ფიქრობთ, რომ უფრო სხარტია, უფრო მოქნილი და ძიმეს აწევად შეუძლიათ. ძიმეს აწევად შეუძლიათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ღირებულებო მხოლოდ ტექნიკის სიდიდეზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება მხელა იყოს მაგას? კი, მაგას ჩვენ ვერ მივხვდი რა მაგისაც მჭირდება? თუ შემოყავთ მაღაზიაში, გეძლევათ 60 წამი. 60 წამი მერწმუნეთ არის საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ მოახერხოთ sakmaud ბევრი რაოდენობის ტექნიკის გატანა. რაც გინდათ გაგა. ბევრი? კი, შეიძლება იყოს ლეპტოპი შეიძლება იყოს. ეკონომიკაზე რო ავაწყო შემილია. სტრატეგია რაც გინდა მოიკონე და გამომახვილებ ყურადღებას ერთ თემაზე, ანუ არ ხართ შეზღუდული. შეგიძლიათ ლეპტოპი გაიტანოთ სხვადასხვა საერთაშორისო
ბრენდის. შეგიძლიათ ეს იყოს ტელეფონი, რომლის გატანაც ადვილია, ტელევიზორი, პლანშეტი, ნებისმიერი რაღაც. ორი ტელევიზორი წაიღო, კომპიუტერი და მაგრამ 112 წამი ნახე. დიმა, წარმოგიდგენია, სოფლიოში ჯერ კიდევ დგას რიგები iPhone 6-ზე რომ იყიდოს ხალხმა და ჩვენთან შეგიძლიათ შემოხვიდეთ და უბრალოდ გაიტანოთ უპასუხოთ iPhone. აი, წაიღოთ iPhone. დავამსველოთ, ეხლა მართლა დამაინტერესა. ამ ფინალში მონაწილეობს 5 გუნდი. 5 გუნდის თითო წარმომადგენელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაღაცები გამოზიდა. გაირბეს 5-ვე რიგრიგობით. თქვენ არ დაგხვდებათ იქ არც ლაბირინთი, არც რაიმე შეფერხება, არც გუნდის რომელიმე წინააღმდეგე გუნდის წევრი, რომელიც ხელს შეგიშლით. ერთად დარბის 5-ვე. სივრცეში და რაც შეიძლება მეტი ნივთი გამოგაქვთ. ის გუნდი, რომელიც გამოიტანს ყველაზე მეტი ღირებულების ნივთს. მეტი ღირებულების. პირიქით, უფრო დიდ სტიმულს აძლევს, რომ შეიძლება მეტი გამოიტანოთ. ჩვენ ამაში არ ვსგუდავთ, ვინც ყველაზე მეტ ნივთს გამოიტანს ღირებულების მიხედვით, ამ გუნდს რჩება მთლიანად ყველაფერი უფასოდ. რასაც ისე ინაცვლებს, მოკლედ არ ვსგუდავთ. თუ გინდათ ლიდერმა იყოს მეტი, თუ გინდათ გაიყავით შუაზე, ან არაფერს არ ვსგუდავთ. როგორც გინდათ, თავია თქვენი სტრატეგია. გადაწყვეტილება. ეხლა რა სწორია? და ასარჩევი რაღაცა რაოდენობა ეძრება, თუ სულ რაც იყიდება ყველაფერთან არის მისასვლელი. რა აიღო მომხმარებელს, იქ დამაგრებულია, თქვა რაღაც დასკოჩილია, მიმაგრებულია. უფრო გართულდებოდა. ჩვენ კიდევ უფრო გაუმარტივეთ მომხმარებელს გატანის საშუალება და ყველა პროდუქტი იდება ყუთებში შეფუთული, რომ უფრო გამარტივდეს ამ ყველაფრის გატანა. შედიხართ მაღაზიაში, ხელს არავინ არ გიშლით, ყუთებში აწყვია ყველაფერი და თქვენ რასაც ასწრებთ 60 წამში გაგახვდათ. 60 წამი ნამდვილად საკმარისი პროექტია. თქვენ არ მიპასუხეთ ძალიან ბევრი ყოდა გატანილი. კი. თქვენ კითხვას არ მიპასუხეთ. ანუ თქვენ არჩევის უფლებას აძლევთ რაღაც კონკრეტული არეალიდან თუ მთელი მაღაზია ამათთვის დათმობილი და მასში ტელევიზორების სტენდთან აწყვია ყუთებში ტელევიზორები, რომ სტენდიდან არ მოუწიოთ ჩამოხსნა. არა, თიკაიცით რას გეკითხებათ, რომ ამ შეჯიბრისთვის თქვენ სპეციალურად დადებთ უთოს მიქსერს და მათს ამ ბრენდისას სმაილის იყიდება. ყველაფერი იქნება, რაც სტენდზე დევს, ის იდება ყუთებში ჩავაგებთ. გავაგრძელოთ მე. რჩება. ყოველდღიურად დღეს მოხდება სუპერთეულის გარბენა, რომელიც გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. თუმცა ეს არ არის ყველაფერი. ჩვენ გთავაზობთ სუპერ თამაშსაც. სუპერ თამაში. ანუ ყოველი კვირის გამარჯვებული. ანუ კვირაში ერთი ხუთეული, ერთი ჯგუფი არის. არა, კვირაში 5 გუნდი ვლინდება, რომელსაც გარბენის საშუალება აქვს და ერთი იქნება გამარჯვებული. ეს ყველაზე მეც გამოიტანს, ის წაიღებს ამ ყველა ტექნიკას. ეს შეიძლება იყოს თქვათ, ლეპტოპები, ტელეფონები, ანუ რთული გასტანი იქნება თუ მარტივი გასტანი, თქვენ როგორც გინდა სტრატეგია მოიფიქრეთ, დაალაგეთ ერთმანეთზე და ასე შემდეგ. გადავიდეთ სუპერ თამაშზე, რომელიც არის ერთგვარი კულმინაცია ჩვენი აქციის, ანუ ყოველი კვირის გამარჯვებულებიდან თითო ადამიანი, რომელიც იმარჯვებს, თითო გუნდი უბრალოდ შედგება სუპერფინალი. სადაც კიდევ ერთხელ იქნება 5 გუნდი, იმიტომ რომ 5 თამაშს ვასწრებთ 28 დეკემბერს გვექნება ეს სუპერთამაში. მე-6 თამაში იქნება 28 დეკემბერს. კვირას არის სუპერ. კი ბატონო, და სუპერთამაშის დროს კიდევ ერთხელ გაიბენენ გამარჯვებული ადამიანები და იქნება შანსი, რომ კიდევ ერთხელ გაიტანონ ტექნიკა და ამ შემთხვევაში უკვე კიდევ უფრო გაუმარტივოთ ესე ვთქვათ მოგებას და ამ ყველაფრის ასაც გაიტანენ ამის ღირებულების თანხას გადავცემთ უკვე. შეიძლება თანხა აირჩიონ, შეუძლიათ ტექნიკა წაიღონ და რაც თავი ეს ყველაფერი იქნება 100 წამში. უკვე დრო იზრდება სუპერფინალის დროს. და კიდევ ის მინდა დავამატო, რომ როდესაც გუნდს ქმნით და თქვა დღეს მოხვედით და დარეგისტრირდით როგორც გუნდი, თქვენ ამ კვირის განმავლობაში გეძლევათ საშუალება, რომ კიდევ დაამატოთ შენაძენი და ამასთან ერთად შეგიძლიათ გუნდის წევრებიც დაიმატოთ. მოდიხართ ამბობთ თქვენი გუნდის სახელს და შეგიძლიათ დაამატოთ ან გუნდის წევრი, ან კიდევ რაიმე შეიძინოთ. მე მივხვდი, რომ იქნებ ჩემ გუნდში 5 და ვიღაცა 7 წევრი ყავს. აი ის ნაკლები შეხდება თუ მოიგებს. ეს რა გააჩნია, შეიძლება 5 მაივა ხო, მაგრამ იქნებ მე ჩვენ უფრო მეტი ვიყიდეთ, ვიდრე თქვენ ხიდმა. გუნდის რაოდენობაზე, წევრების რაოდენობაზე არ არის. ფული რომელმა გუნდმაც მეტი ფულზე ეს მე გავიგე, მაგრამ იქნებოდა ამ კვირაში ვიღაცა 5 გუნდიანმა 5 წევრიანმა მოიგო და შემდეგ კვირაში 7 მაგრამ ფინალში მე იქ 7 არა, მაინც თითო დარბის. გუნდიდან ერთი დარბის. 5-ვე დარბის. არა, 5-ვე არა, 5 დარბის გუნდიდან თითო. მაგის საუბრობთ რომ შეერჩიოთ. 5 ადამიანი რიგრიგობით, რომ ერთმანეთს არ შეუშალოთ. კიდევ ერთი ნიუანსი მინდოდა რომ დავემატებინა, ანუ არის ხალხი, რომელსაც შეიძლება დღესვე არ უნდა ვთქვა შენაძენის გაკეთება, გეგმავდა ვთქვა იანვარში, დეკემბერში, ამ შემთხვევაში ჩვენ მობილიზება გავაკეთეთ განმადებისაც, ну თვეში 5 ლარიდან, რომელიც რაღაც ძალიან მიზერული თანხაა, ხო, შეიძლება პლანშეტების და ვთქვა მობილურების ყიდვა, თვეში 7 ლარიდან გამოთფობლების, 13 ლარიდან ტელევიზორების, ანუ თანხა თუნდაც არ გქონდეთ, განმადების შემთხვევაში რასაც შეიძენთ, თლიანი იმ შენაძენის თანხა, რაც ღირდა კონკრეტული პროდუქტი არის, იგივე არის, პლუს ბრენდები, პლუს კარგი ფასები
და შესაძლებლობა ამ თამაშის, იმიტომ რომ აზარტულიც არის, ენერგიულია, ხალხის შეგროვების საშუალება, კრეატივის საშუალება, მე უკვე წარმოვიდგენ როგორ პოსტავ Facebook-ზე და როგორ ვიზიდავ ხალხს. სულ ეს გაქვთ თვალწინს, როგორ პოსტავზე. მე კიდე ის რა მაქვს თვალწინ, აი შევქმენი გუნდი, მაგრამ იმ კვირის ლიდერებში ვერ მოხვდი, გამარჯვებულ გუნდში ვერ მოხვდით. მაგ მე შანსი შემდეგ მეორედ რომ მიიღოთ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გააქვთ შანსი, მაგრამ თავიდან უნდა გააკეთოთ შეძლებაზე. განმარტებას რაც შეეხება, ასევე გვაქვს ერთი პროდუქტი, ისეთი რომ შეგიძლიათ დაიწყოთ გადახდა 3 თვის მერე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეხლა რომ რამე პროდუქტი შეიძინოთ და ამ აქციაში მონაწილეობა მიიღოთ, იანვარი-თებერვალში გიწევთ გადახდის დაწყება. მომავალი წლიდან დაიწყოთ გადახდა. ანუ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ყოველ კვირა დღეს, თუმცა დღეს დავიწყეთ რეგისტრაცია გუნდების და დღეს უნდა დაიწყოთ შეძენა პროდუქციის, მაგრამ პირველი გათამაშება, პირველი გარბენი გაიმართება 23 ნოემბერს გიორგობას და შემდეგ იმის მერე ყოველ კვირა დღეს. Smile-ში გელოდებით განახლებულ Smile-ში, რომელიც დიდი ფორმატის მაღაზიებით არის წარმოდგენილი, განახლებული პროდუქციით, უფრო დიდი არჩევანით, ისეთ წარმატებული ბრენდებით, რომლის ოფიციალური წარმომადგენლებით ჩვენ ვართ Samsung-ი, Panasonic-ი, Hotpoint, Ariston-ი, Indesit-ი, Sony და სხვა მრავალი, ასე რომ საუკეთესო ფასთან ერთად საუკეთესო ხარისხს გთავაზობთ და ამ ყველაფერთან ერთად გთავაზობთ აი ისეთ სუპერ გათამაშებას, რომელიც საქართველოში ჯერ არ მოწყობილა. ვიღაცა ხომ მოიგებს, ეს რამდენ რამეს წაიღებს. როგორ არ მოიგებს? კლიანად რაღაცა რამდენ რამეს წაიღებს და სუპერ თამაშსაც თუ მოიგებს, კიდე ფულს აიღებ და რა ვიცი, მე 60 წამი არის. დღეს ოთახში ვივარჯიშოთ. იმდენ დიდი დრო, ამ 60 წამი არის იმდენ ისეთი დრო, რომ შეგიძლიათ რამდენჯერმე გამოიტანოთ რაღაც უცებ, დაბრუნდეთ, ისევ გამოიტანოთ, ასე შემდეგ. არის სტრატეგიაზე, სისწრაფეზე, მოხერხებულობაზე, ვთქვათ, ბევრ შეერთად წაიღებ თუ რაღაცას მოვიფიქრებ, ანუ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა რაგებინოთ. აქციის პირობები ვინც ვერ მოისმინა ტელევიზიით, ან უბრალოდ მართლა შეიძლება რთული იყოს ყველა დეტალის დამახსოვრება, ნუ კონსულტანტები ადგილზე დაგხვდებიან, რომლებიც ყველაფერს ინფორმაციას მოგაწვდიან, თუმცა ინტერნეტით გავრცელდება დღეიდან უკვე გავრცელდა ერთწუთიანი ვიდეო, YouTube-ზე შეგიძლიათ იხილოთ ის როგორც გაიტანეს Smile-ი, ამ სათაურით მოძებნოთ, ასევე Facebook-ის ჩვენ გვერდზე და ჩვენ ვებ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია დეტალური, ასევე ჩვენი Facebook-ის გვერდზე იქნება ინფორმაცია თუ როგორ უნდა შექმნათ გუნდები, თუნდაც Facebook-ის მეშვეობით. მაგრამ ვუმარტივებთ, რომ დრო არ დაიკარგოს რაღაც ასევე ივლიან თბილისში ქუჩებში ივლიან ადამიანების სტიკერებით, რომელსაც ეწერებათ მიპოვეს Smile-ში. ეს იმას ნიშნავს, არ მგონი ესეთი რაღაც ძალიან ბევრი შემთხვევა იყოს, რომ ვერ მოძებნოთ ვერც მეგობარში, ვერც ოჯახის წევრთან, ვერც ნათესავში, ვერც Facebook მეგობრებში, თუმცა შეგიძლიათ რომ აი ესე ქუჩაშიც იპოვონ ადამიანებმა ერთმანეთი, ვინც შექმნის ერთ გუნდს. ასევე ჩვენ მაღაზიაში ურთიერთობა, კომუნიკაცია, სტრატეგია, ორგანიზება. ეს ხდება ჩვენს ყველა მაღაზიაში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც. მართლა იქაც დარბია? არა, დარბიან მხოლოდ თბილისის ცენტრალში, მაგრამ მოგროვდება კი. ფიქრობ ბათუმში მოახდინოთ შესყიდვა და უცებ ხუთელში აღმოჩნდეს, ნამდვილად ჩამოხვალთ იმისთვის, რომ გაიტანოთ თქვენთვის სასურველი ტექნიკა. ხიარულად, აზარტულად, საინტერესო და ესე ბედნიერად გაიტანთ. აი, მე გასაგებია, თქვენ გიხარიათ, რომ Smile-ს ყველა გუნდს წარმატება, ყველა მონაწილეს წარმატება და იმ ტექნიკის მშვიდობაში მოხმარება, რომელსაც გაიტანეს Smile-ი. მადლობა.